ევროპარლამენტის გადაწყვეტილებაზე, რომელმაც ტელეკომპანია იმენ შეუზღუდა 1 წლით ევროპარლამენტში მუშაობა, როგორ აფასებთ ევროპელი დეპუტატების ამ გადაწყვეტილებას? ბატონო, პოზიტივის კი შეუზღუდა თქვენ ხედავთ, რომ ევროპული სტრუქტურები პრაქტიკულად სრულად კარგავენ სახეს. მათთვის არაფერს ნიშნავს მედიის თავისუფლება, რაც დაიწყო ბრიტანეთმა, ის გააგრძელა ახლა ევროპარლამენტმა, არის სრულიად სამარცხვინო, რა თქმა უნდა, არავითარ სტანდარტებში არ ჯდება ის გადაწყვეტილება, რომელიც მათ მიიღეს. მედიის თავისუფლება არაფრად უღერს ევროპარლამენტს, ძალიან ემსგავსება, უკვე დაემსგავსა უბრალოდ ევროპარლამენტი საბჭოთა კავშირის უზენაეს საბჭოს. ეს არის ტრაგიკული მდგომარეობა, რასაც ჩვენ ვხედავთ, იმედი გვაქვს, რომ მომავალში ეს ყველაფერი შეეხება მოლდოვაში მოლდოვაში მედიის თავისუფლება. რა თქმა უნდა, ნახეთ, აი აბსოლუტურად საბჭოური მიდგომა, რასაც ავლენენ კონკრეტული ევროპელი პოლიტიკოსები და რა თქმა უნდა, ასე დროს არ გვიგვირს, რომ კონკრეტული პოლიტიკოსები, რომლებიც ასეთი ინიციატივებით გამოდიან, სარგებლობენ ძალიან საეჭვო რეპუტაციით, საეჭვო წარსული აქვთ მათ, აბსოლუტურად გასაკვირი არ არის, ეს მთლიან დეგრადაციაზე მეტყველებს, რასაც ხედავთ ჩვენ ევროპარლამენტში. რაც შეეხება მოლდოვაში მედიის თავისუფლება დიდი ხანია ფეხქვეშ არის გათელილი. მოლდოვაში დატოვეს სულ 2 ტელევიზიას. საზოგადოებრივი მაუწყებელი 1 და საზოგადოებრივი მაუწყებელი 2. სინამდვილეში 2 სახელმწიფო ტელევიზია ფუნქციონირებს მხოლოდ მოლდოვაში. ესეც მეტყველებს საერთო მდგომარეობაზე, თუმცა თქვენ იცით, რომ მოლდოვას არავინ ამისათვის არ აკრიტიკებს. ასეთ ფონზე, როდესაც 2 სახელმწიფო ტელევიზია დატოვეს სინამდვილეში მოლდოვაში, სახელმწიფო ამას ხასოსო, ეს არ არის საზოგადოებრივი მაუწყებლები, სინამდვილეში ეს არის 2 სახელმწიფო ტელევიზია. ასეთ პირობებში არავის უყვირს, რომ მოლდოვის ხელისუფლება თავს ესხმის ქართულ თავისუფალ მედიასაც, ხო, მათ შეზღუდეს თავისუფალი მედია მოლდოვაში და ისინი ახლა თავს ესხმიან თავისუფალ მედიას საქართველოში. ეს არის აბსოლუტურად ლოგიკური მოვლენათა ჯამი. ნიკა გვარამიას განცხადებაზე კითხავთ, ბატონო ირაკლი. ერთ-ერთ პოდკასტში ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ ეკონომიკური ზრდის პოლიტიკურ პრობლემას, რადგან ეკონომიკურად დაკმაყოფილებული ადამიანი მეტი პრეტენზია და სურვილები უჩნდება. როგორ შეაფასებთ ყოფილი სახელმწიფოების აი ამ განცხადებას? გვარამია თავს იმშვიდებს, სინამდვილეში მათ აწუხებთ, რა თქმა უნდა, მაღალი ეკონომიკური ზრდა. გამომდინარე იქიდან, რომ მაღალი ეკონომიკური ზრდა ნიშნავს საშუალო ხელფასის მატებას, ეს ნიშნავს ზოგადად სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას, ეს ნიშნავს მეტ შემოსავლებს ბიუჯეტში და შესაბამისად მეტ სოციალურ უზრუნველყოფას, უკეთეს ჯანდაცვას, მეტ ინფრასტრუქტურულ პროექტს და ამ შემდეგ. ეს სინამდვილეში მათ აწუხებთ და თავს იმშვიდებენ რაღაცნაირად იმით, რომ აქცენტი გადაიტანონ საზოგადოების, ასე ვთქვათ, განსხვავებულ თითქოს და დამოკიდებულებაზე. როდესაც იზრდება ეკონომიკა, ასე დროს იზრდება თვითშეგნებაც, იზრდება უმჯობესდება მოსახლეობის განწყობა, მოსახლეობის დამოკიდებულება ზოგადად ინსტიტუტების მიმართ. ეს რა თქმა უნდა აწუხებს გვარამიას და ეს არის აბსოლუტურად ხელოვნური მცდელობა თავიდან ემშვიდებს. მაინც რა შეეხება და აქ ოპოზიციის ინიციატივებს, იმის რესურსიც კი არ აქვს, რაც 4 ოქტომბერს ჰქონდათ. შესაბამისად, რა თქმა უნდა, ნებისმიერი მათი მცდელობა არის სრული წარმატებებისთვის განწირული. ამას დაინახავს, რა თქმა უნდა, საზოგადოება. 26 მაისი უნდა იყოს, რა თქმა უნდა, ეროვნული კონსოლიდაციის დღე. ისე გვარამიას განცხადებაზე რომ გახარიეს პარტია ოპოზიციურ ალიანსში უნდა მიიღონ. როგორ ფიქრობთ, რას ემსახურება ეს განცხადება და თქვენი აზრი? ნიკა გვარამიამ განაცხადა ასეთი რამ, რომ გახარიეს პარტია ოპოზიციის ალიანსში უნდა მიიღონ. ასე ვთქვათ, მიღებული, ხო, ასევე ლელოც, ანუ როგორ ფიქრობთ, დანარჩენი ოპოზიციის დანარჩენი ნაწილისთვის როგორი იქნება და ეს განცხადება? ჯერ ერთი ეს განცხადება უპრინციპობას მეტყველებს, როცა კაც ეძახით ბალთხარიას და მერე მასთან გაერთიანებაზე საუბრობ, ეს რა თქმა უნდა უპრინციპობის გამოხატულება, თუმცა მათთვის ეს დამახასიათებელია, ხო, აბსოლუტურად დამახასიათებელია უფლებრივ ყველა ამ პარტიისთვის უპრინციპობა სინამდვილეში. ყველა ეს პოლიტიკოსი არის ერთი კოლექტიური ძალის წარმომადგენლობა, ეს არის უცხოური აგენტურა, კოლექტიური ნაცმოძრაობა. შესაბამისად, მათ შორის ეს რაღაცა
კონფლიქტებიც არის აბსოლუტურად ხელოვნური, ეს არის ერთი ძალა. მათ აერთიანებთ ერთი რამ, ყველა მათგანი არის უცხოური აგენტურის წარმომადგენელი, ყველა მათგანი არის კოლექტიური დაცმაზრაობის წარმომადგენელი, იქნება ეს გვარამია, ლელო, გახარია თუ ნებისმიერი სხვა. ეს არის ერთი პოლიტიკური ძალა, რომელიც მოქმედებს ერთ ფოლგის ქვეშ და ამ ფოლგას ქვია უცხოური აგენტური. 17 მაისს გითხოთ ბალეტ პრემიერო დღესასწაული პირებმა განაცხადეს, რომ იქნება განსაკუთრებული 17 მაისი და მემფისში საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი აღავლენცია როლოჩას კვირადღე უწევს ფეხით უსვლელობა გაიმართება მიიღებს თუ არა ხელისუფლება მონაწილეობა სამყაროში. 17 მაისი ბუნებრივია იქნება განსაკუთრებული. ჩვენ აღნიშნავთ წელს 1700 წლის თავს საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგია და გამოცხადებიდან და წირვას აღავლენს კათოლიკოს პატრიარქი შიო მესამე. შესაბამისად ეს წელი იქნება რა თქმა უნდა განსაკუთრებული ჩვენი ქვეყნისთვის ბუნებრივია ხელისუფლება მიიღებს მონაწილეობას ყველა შესაბამის ცერემონიაში. პატრონების შეწყალებაზე რას ვთქვათ? ათასიანი შეწყალება ეკონომიკურ საკითხებზე ამდენი გაჭიანურებული პროექტი გვაქვს გადანაირებული. დაუსრულებელი ავტობანი, ხაშურში გადაჭრილი გზები, ასევე დაუსრულებელი სკოლები, ინფრასტრუქტურაში რომ ამდენი პრობლემა არსებობდა წლების განმავლობაში არ იცოდით და რეფორმაში ამ მიმართულებით რის გაკეთებას აპირებთ. გამოდის რომ თქვენც აღიარებთ რომ პრობლემა იყო წლების განმავლობაში, კორუფციის პრობლემა იყო თუ გამოუცდელობის პრობლემა. პირველ რიგში რაც შეეხება ინფრასტრუქტურას, რო შევადაროთ ჩვენი ხელისუფლების დროს გაკეთებული საქმეები, თქვენი ხელისუფლების დროს გაკეთებულ საქმეებს, იგივე გზებთან მიმართებით, გზების მშენებლობის ტემპი არის დაახლოებით 5 ჯერ გაზრდილი. მთელი თქვენი ხელისუფლების პირობებში 9 წლის მანძილზე სულ 64 კილომეტრი, 68 კილომეტრი ავტობანის დაგება შეძლებთ და თან ის იყო ყველაზე მარტივი მონაკვეთი. ჩვენი ხელისუფლების პირობებში ხედავთ როგორია ტემპები. ანუ რაც შეეხება შედარებას, შედარებადიც კი არ არის ჩვენი ხელისუფლების პირობებში. არ მე თქვენ ხელისუფლებას ვადარებ. ეხლა რაც შეეხება პრობლემებს. პრობლემებიც იყო და სწორედ იმის გამო რომ დავინახეთ პრობლემები, ჩვენ განვახორციელებთ პრინციპული ცვლილებები ინფრასტრუქტურის სფეროში. ანუ თქვენზე 5 ჯერ უკეთესად მუშაობდით, მაგრამ მაინც დავინახეთ პრობლემები და ამ პრობლემების კორუფცია და უცოდინრობა იყო თქვენი პარტიის და თქვენი ხელისუფლების დამახასიათებელი მოვლენა. რაც შეეხება იქ კონკრეტული შემთხვევები იყო, მაგრამ როცა დავინახეთ პრობლემები, ყველაფერი გავაკეთეთ ამ პრობლემების აღმოსაფხვრად და პრინციპული ცვლილებები განხორციელდა და ამისათვის. პატრონების შეწყალებაზე რას ვთქვათ? პატრონების მიგანხოვნა იქნება, რასაკეთებს ამაზე მთავრობა? პატრონების შეწყალებაზე რა იქნება თუ მთავრობა რას გააკეთებს, როდესაც საპატრიარქოს ექნება თხოვნად თქვენთან? აქ არის მარტივი მიდგომა, თუ კონკრეტული პატრონები ნებისმიერი მიმართულებით გამოხატავენ სინანულს ჩადენილი დანაშაულის გამო, რა თქმა უნდა ჩვენ გვექნება სათანადო რეაგირება, მაგრამ სინანული მონანიება ეს არის პრინციპულად მნიშვნელოვანი. ბუნებრივი, ეს არის ჩვენი მარტივი დამოკიდებულება. მოდელი, სახელმწიფო მშენებლობა 20 მილიონს დადგავს ელექტროსისტემა და არ აქვს ელექტროსისტემას სახსრები რომ გააკეთოს ეს ინფრასტრუქტურა. პირველი შემთხვევა არის თან თქვენ რომ სახელმწიფო კომპანიებში 700 მილიონი ლარი დაიზოგა, მათ შორის ეროვნულ კომპანიებში 370 მილიონი და ეს თანხები თუ დაიზოგა, საშუალება ელექტროსისტემას რატომ არ აქვს? საშუალება არ აქვს რა შუაშია. ჩვენი მიზანია კომპანიები ამბობენ ჩვენი სექტორი რომ ერთდრომოდრომა ბევრი საჭირო განაყოფილოს ამის რეესურსი არ აქვს და ჩვენი მთავარი ამოცანაა სახელმწიფო რესურსებს მაქსიმუმად მოორთქლოთ. და სწორედ ამის შედეგია ის რომ დაიზოგა მხოლოდ ამ რამდენიმე თვის განმავლობაში 700 მილიონი ლარი. სწორედ ხარჯაფიქტიანობის უზრუნველყოფის საფუძველზე. რა თქმა უნდა, მიდგომით გაგრძელდება მუშაობა. ეს არის მარტივი. დიუშენის არჩევნებში მონაწილეობისთვისო უნდა გაუქმდესო 26 ოქტომბრის შემდეგ მიღებული ყველა კანონიო ხმის უფლება უნდა დაუბრუნდეს ორგანების ეს კონსტიტუციის წესი უნდა შეიცვალოს. ოპოზიციური ალიანსი ამბობს ამას. რამდენად რელევანტურია და
სად არის ეს ალიანსი აი ამ მოთხოვნებით? რაც შეეხება 2028 წლის საპარლამენტო არჩევნებს, ეს არჩევნები ჩატარდება დღეს მოქმედი კანონმდებლობით, ამის პირობას ვაძლევთ ყველას. დღევანდელი კანონმდებლობა არის აბსოლუტურად შესაბამისობაში საერთაშორისო სტანდარტებთან და შესაბამისად ჩვენ ბუნებრივია ჩავატარებთ ამ კანონმდებლობით. დღეს მოქმედი კანონმდებლობით 2028 წლის 28 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში. შეიძლება შეწყალებასთან დაკავშირებით კიდევ ერთი კითხვა მაინც ამბობთ რომ მონანიება არის საჭირო ბატონო ირაკლი. რამდენიც არ უნდა დაიზოგოს, სახელმწიფო უნდა იყოს მაქსიმალურად ორიენტირებული სახსრების შემდგომ დაზოგვაზე. ეს არის ძალიან მარტივი მიდგომა. ჩვენ გვაქვს საკმარისი რესურსები ყველაფრისთვის. მაგრამ სახელმწიფო უნდა იყოს მაქსიმალურად ორიენტირებული იმაზე, რომ დაზოგოს თავისი რესურსები თუ ამის შესაძლებლობა არსებობს. ანაკლის ორდენის შეწყალება მარიამ შრივიშვილი იყო ჩინეთში ვიზიტით. ვერ გავიგეთ ნორმალურად შეხვდათ ხო რა ის ჩინეთის რომელიც ჯერ კიდევ 2 წლის წინ უპირატეს მოსწორად გამოცხადდა. თუ კი არ ხდება მარიამ ჩინეთში ვიზიტის დროს ეს იმას ხომ არ ნიშნავს რომ აღარ არის უპირატესი პრეტენდენტი ანაკლის სპორტის აშენების ეს კერძო ინვესტორი და მოგიწევს სხვა ინვესტორი. ეს ამას არ ნიშნავს, საჯარო დროს გაიგებ ყველაფერს. შეხვდა თავდაცვალი მარიამ გაიგებ საჯარო დროს ყველაფერს. ვინ შეხვდა, ეს არის ჩვენი საქმე. საჯარო დროს გაიგებ ხო და ყველაფერს. რა ნაბიჯებით შეიძლება სათანადო დროს გაიგებ ყველაფერს. აი რომელი არის სათანადო ინვესტორი არ ყავს კერძო ინვესტორი. თქვენ იცით რომ შეუფერხებლად გრძელდება ანაკლის სპორტის მშენებლობა, შესაბამისად სანერვულო არაფერია. დაავადების შეწყალებაზე თქვენ თქვით რომ საჭიროა მათი მხრიდან აღიარება. თუმცა არის შემთხვევები, როცა ადამიანები აღიარებენ დანაშაულს, მაგალითად ერთ-ერთი ადვოკატი ამბობს, რომ პირი, რომელიც კამერების დაზიანების ფაქტზე იყო დაკავებული, გამოძიებაში აღიარებით გამოცხადდა, მტკიცებულებები უდაოდ გახადეს, მეტიც მოითხოვეს არათუ გათავისუფლება, არამედ სასჯელის 1/13 ჩათვლილიყო პირობითად მიიღეს უარი. ანუ დამოკიდებულება რა გაქვთ თქვენ? არის კონკრეტული შემთხვევებით სასამართლოზე ჩვენ ვერაფერ კომენტარს ვერ გავაკეთებთ, სასამართლო მოქმედებს კაცრად სამართლებრივი სტანდარტებით, მაგრამ თუ საქმე შეეხება შეწყალებას, ამ შემთხვევაში ბუნებრივია გადაწყვეტილება არის პოლიტიკური და შეიძლება სხვადასხვა ფაქტორი მიიღოს ხედველობაში საქართველოს პრეზიდენტმა, ხო? ეს არის ძალიან მარტივი დამოკიდებულება. სასამართლო ვერ იხელმძღვანელებს, რა თქმა უნდა, პოლიტიკური მიზანშეწონილობით, თუმცა ამის საშუალება აქვს პრეზიდენტს. სხვადასხვა ფაქტორი რა არის? ერთი მონანიება. მონანიება არის თავარი არის მონანიება, სინანული და დანაშაულის აღიარება. გამოუშვებდა მიხეილ ყაველაშვილი ან მე ვერ გეტყვით სათითაოდ და ვერც პრეზიდენტის სახელით ვერ ვისაუბრებ, პრეზიდენტი იღებს დამოუკიდებლად თავის გადაწყვეტილებას, მაგრამ ჩვენ დამოუკიდებლობაზე შემიძლია გითხრათ, რომ ვიდრე არ დავინახავთ აღიარებას, სინანულის მონანიებას, მანამდე ჩვენი მხრიდან ვერ იქნება გამოვლენილი ბუნებრივი განსხვავებული დამოკიდებულება. ეს არის ჩვენი დამოკიდებულება. ნიუშენი დაავადებულ კომპანიებთან შეგმარა გაქვთ მაინტერესებს შავსიაში შეყვანილი კომპანიები 1 წლის შემდეგ ბრუნდებოდნენ უკან სახელმწიფო შესყიდვებში. დღესაც გვაქვს ესეთი მაგალითები, 4 ტენდერშია მაგალითად RTD, რომელმაც შარშან წერეთელი ვერ გააკეთა. რამე გეგმა გაქვთ ეს რომ შეცვალოთ რომ კომპანიები, რა ვიცი, სახელმწიფოები ან სხვა ეს ერთ-ერთი ცვლილება რა წარუდგინეთ, ერთ-ერთი ერთ-ერთი ცვლილება დღეს რა წარუდგინეთ კომპანიებს შეეხება ზუსტად შავ სიას და ზუსტად იმის დაზღვევას, რომ კომპანია სხვა კომპანიის სახელით არ დაბრუნდეს, ასე ვთქვათ, თეთრ სიაში, არ ამოვიდეს შავი სიიდან. ამას ეძღვნებოდა ერთ-ერთი ცვლილება, რომელიც დღეს წარუდგინეთ კომპანიებს დღეს წარუდგინეთ კონკრეტული ცვლილებები, კანონმდებლობაში შევა ცვლილებები, ამას ემშელებს პარლამენტის და ყველანაირად იქნება დაზღვეული ასეთი პრობლემა, რომ შავი სიისთვის თავის არიდება ვერ მოახერხონ კომპანიებს. ამაზე პარლამენტი ემშელებს, მთავრობასთან ერთად პარლამენტი ემშელებს და საბოლოო ჯამში მიღებული იქნება მაქსიმალურად რაციონალური გადაწყვეტილება. შეწყალება არ მომიწევს მხოლოდ ერთი კითხვა და ინტრონიზაცია კომპანიებმა რაღაცა ფასები და აქციები რაც იყო ერთად მოუყარეს თავი და გაგფასდა, ხო, რაც ერთად ანუ ეს იყო თქვენი აზრით მიღწევა ამ 15 მუშაობის ან დამატებით უნდა ელოდოთ თქვენი მოსახლეობა აიაფებათ რამე პროდუქციაზე დამატებითი ნაბიჯების გაგმას გეგმავს მთავრობა, იმიტომ რომ იქ რაღაც საბერძნული მოდელი რაც გაჟღერდა ის სხვა რაღაცებზე. პირველ რიგში მადლობა კონკრეტულ ქსელებს,
იმისათვის რომ მათ გადადგეს კონკრეტული ნაბიჯები გაიაფების მიმართულებით, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი და მეორე, რაც შეეხება საშუალოვადიან პერსპექტივას, ჩვენ გამოვკვეთეთ საპარლამენტო კომისიამ კონკრეტულად გამოვკვეთა სტრუქტურული პრობლემები, რომელთა დაძლევის შემთხვევაში დამოკლდება მიწოდების ჯაჭვი და ეს პირდაპირ აისახება ფასების შემცირებაზე. ამას დაჭირდება მუშაობა საშუალოვადიან პერსპექტივაში, ესეც მოგცემს შედეგს და ამაზე აქტიურად ვიმუშავებთ. მიფამალიევი თბილისში იმყოფებოდა, ხომ არის ხომ მათ შორის მოლაპარაკება წლის ბოლოს აზერბაიჯანის გაზზე გაფორმებულ სათანადო დროს გაიგებ ყველაფერს. შეწყალებაზე ერთი კითხვა დამრჩა საპატრიარქოს წარმომადგენლებს სინოდის წევრები თითქმის მთელი უმრავლესობა ინტრონიზაციის პარალელურად საუბრობდა რომ პატიმრების შეწყალების მომხრე არიან და მომართვებიც ყოფილა. აი მათ საერთოდ ეკლესიის პოზიციას რა როლი აქვს თქვენს გადაწყვეტილებაში? რა როლი ექნება? კიდევ ერთხელ მიდგომა არის მარტივი. სადაც იქნება სინანული, სადაც იქნება დანაშაულის აღიარება, იქ ჩვენ გვექნება შესაბამისი მიდგომა. ეს არის ჩვენი დამოკიდებულება. ანუ ეკლესიის თხოვნასაც მე ვფიქრობ, რომ ეს ჩვენი მიდგომა, მათ შორის სინანულთან დაკავშირებული, მე ვფიქრობ, რომ უნდა იყოს აბსოლუტურად თავსებადი იმ მიდგომასთან, რომელიც უნდა ჰქონდეს ეკლესიის. ჩვენ ასე ვფიქრობთ, ეს არის ჩემი სუბიექტური აზრი. მე ასე მგონია. ეკლესია ამბობს, რომ სიტუაციის დასტაბილურება სჭირდება, რომ ეს პატიმრები იყვნენ. თქვენ ეკლესიის სახელით ვისაუბრობთ. არა, თქვენ ეკლესიის სახელით ვისაუბრებთ. ეკლესიის სახელით ვის შეუძლია ლაპარაკი, ეს თქვენ ძალიან კარგად იცით, ამიტომ ვისაუბრებთ ეკლესიის სახელით. რაც შეეხება ჩვენ მიდგომას, სინანული არის უპირობოდ მნიშვნელოვანი. ჩვენთვის თავარი რა არის? არავის არ უხარია არც ერთი პატიმრის ყოფნა საშელახსულების დაწესებულებაში. თავარი რა არის? თქვენ გახსოვთ, იყო რევოლუციის ერთი მცდელობა, როცა სულ ერთი ადამიანი იყო დაპატიმრებული, გადაწვეს ამის ნახევარი ქალაქი, ერთი ადამიანი იყო დაპატიმრებული და ამან წაახალისა ძალადობრივი რევოლუციის კიდევ ერთი მცდელობა. შემდეგ იყო დაპატიმრებული 6 ადამიანი. ესეც არ იყო სათანადო რეაგირება სახელმწიფოს მხრიდან, ამან წაახალისა ძალადობრივი რევოლუციის მესამე მცდელობა. ამის შემდეგ დაპატიმრებული იქნა დაახლოებით 30 ადამიანი და მან თავისი პრევენციული ეფექტი იქონია. სადაც იქნება სინანული რატო არის მნიშვნელოვანი? ჩვენ ვინმეს ბოდიში არ გჭირდება რამე ამდაგვარი, ეს არის მნიშვნელოვანი პრევენციისთვის. როდესაც ადამიანები დაგვანახებენ და სხვას აჩვენებენ, რომ ისინი ნანობენ ჩადენილ დანაშაულს, ამას ექნება თავისი პრევენციული ეფექტი. ჩვენ თავარი ამოცანაა, რომ აღარავის გაუჩნდეს ასეთი ცდუნება, რომ ძალადობრივად ცადოს ქვეყანაში გადატრიალების მოწყობა, ამისთვის არის მნიშვნელოვანი სასჯელი. რა თქმა უნდა, სინანული არის ის, რაც ხელს შეუწყობს პრევენციის ეფექტს. ეს არის ჩვენი ამოსავლის წერტილი. მოლდოვაში დაავადებული ბავშვების მშობლების და გრძელდება აქცია და რას ბიუშენ დაავადებული ბავშვების მშობლების აქცია გრძელდება, არაერთი პროფესიის წარმომადგენელი შეუერთდა, ასევე ექიმებიც. რა არის მთავრობის პასუხი, დაეხმარებით თუ არა ბავშვებს? ჯანდაცვის სამინისტრო ბოლომდე არის ჩართული ამ საკითხში. ჩვენი მთავარი მიდგომა არის რა, რომ მაქსიმალურად რაციონალური გადაწყვეტილება უნდა იყოს მიღებული. ჩვენ არ უნდა ვყვეთ ფარმაცევტულ მაფიას, მაგალითად, უნდა ავწონდავწონოთ ყველაფერი და უნდა მივიღოთ რაციონალური, პრაგმატული გადაწყვეტილება. ამაზე არის პირველ რიგში ჯანდაცვის სამინისტრო პასუხობელი, რომელიც არის ბოლომდე ჩართული ამ პროცესში, პირველ რიგში ჯანდაცვის მინისტრი. მადლობა მას მაქსიმალური ჩართულობისთვის, მაქსიმალურად პრაგმატული და რაციონალური გადაწყვეტილება უნდა იყოს მიღებული. ამბობენ, რომ ბავშვებთან არ არის კომუნიკაცია და მშობლებთან და ამაზე რა სიტყვა მთავრობას არ აქვს კომუნიკაცია. არასწორია. ჯანდაცვის სამინისტროში შედგა არაერთი შეხვედრა. შესაბამისად ეს ინფორმაცია არ არის სწორი. მოლდოვაში დღეს უკრაინელ კოლეგას შეხვდება მაგა ბოჭორიშვილი, უკრაინასთან საუბრები მიდის თქვენსა და ზელენსკის შორის გასაუბრების შემდეგ, რომ აღდგეს ეს ურთიერთობები, რა წინაპირობები გაქვთ? როგორც საქართველოს, ასევე უკრაინას რა პირობები აქვს, რომ ურთიერთობები ძღოლეშვილ? ჩვენ უკრაინას ვერავითარ წინაპირობებს ვერ დავუყენებთ, ეს არის ომში იმყოფი ქვეყანა, ჩვენ უკრაინას უსურვებთ რა თქმა უნდა პირველ რიგში მშვიდობას, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენთვის უკრაინა არის მეგობარი ქვეყანა და უკრაინული ხალხი არის მეგობარი ხალხი და ჩვენთვის რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანია უკრაინაში აღდგეს მშვიდობა. თქვენ იცით რა მდგომარეობა უნდა მიიყვანა იმდნარი ომმა, უკრაინა დაანგრეულია ინფრასტრუქტურა, დაანგრეულია ეკონომიკა, უძიმესი ჰუმანიტარული მდგომარეობა, უამრავი ადამიანია დაღუპული, უამრავი ადამიანი 10 მილიონი ადამიანი დაახლოებით ქვეყნიდან არის გასული. რა თქმა უნდა, ჩვენთვის თავარია რომ მშვიდობა აღდგეს უკრაინაში. რაც შეეხება წინაპირობებს, ჩვენ რა თქმა უნდა ვერათაური წინაპირობებს ვერ დავაყენებ. ჩვენ უფრო მეტიც, როდესაც
უკიდურესად არამეგობრული ნაბიჯები გადაიდგა უკრაინის ხელისუფლების მხრიდან ჩვენ დარჩით სამხრევი მეგობრობის რეჟიმში. და ნებისმიერ შემთხვევაში რაც უნდა მოხდეს, ჩვენ ვაპირებთ დარჩეთ სწორედ ამ რეჟიმში, სამხრევი მეგობრობის რეჟიმში, შესაბამისად არ ვაპირებთ არავითარი წინაპირობების გამოყენებას უკრაინის ხელისუფლების მიმართ და იმედი გვაქვს, რომ უკრაინის ხელისუფლება შეცვლის დამოკიდებულებას ქართული ხალხის მიმართ და შესაბამისად საქართველოს ხელისუფლების მიმართ. თქვენ იცით რა იყო ეს ნაბიჯები, ხო, როდესაც ჩვენ არ დავაწესეთ სანქციები და არ გავგზავნეთ მთავრობის ოფიციალური თანხმობით უკრაინაში მებრძოლი მოხალისეები, ამას მოყვა უკრაინის ელჩის გაწევა საქართველოსთან. შემდეგ ჩვენი ელჩი, რომელსაც ერთი დღით არ დაუტოვებია, უკრაინა, კიევი, ომის დაწყების შემდეგ პრაქტიკულად გააწევეს ქვეყნიდან. ამის გარდა იყო პირდაპირ მოწოდებები პრეზიდენტის თავარი მრჩევლის, უშიშროების საბჭოს ტივნის, მეორე ფრონტის გახსნასთან დაკავშირებით და ამ შემდეგ აღარ მინდა გავაგრძელო, ძალიან ვრცელი ჩამონათვალია ამ პრობლემური აქტების. იმედი გვაქვს, რომ ეს დამოკიდებულება შეიძლება უკრაინის ხელისუფლების მიმართ, მაგრამ როგორც არ უნდა იყოს, ჩვენ რა თქმა უნდა არ ვაპირებთ არავითარი წინაპირობების დაყენებას, ჩვენ ყველა შემთხვევაში მზად ვართ, რომ დავრჩეთ თუნდაც სამხრევი მეგობრობის რეჟიმში. წინაპირობები როგორ შეიძლება იყოს დაყენებული იმ პირობებში, რაც ჩამოთვალე. მაშინ გითხარით, წინაპირობა შეიძლება უხეშად ჟღერდეს. საკითხები, რომელსაც განიხილავთ მაშინ. ნახეთ, ჩვენ მზად ვართ, რომ ყველა თემასთან დაკავშირებით ვიმსჯელოთ. წინაპირობებით ჩვენ ერთმანეთს ვერ ვესაუბრებთ. ჩვენ არ შეიძლება ვესაუბროთ ერთმანეთს წინაპირობებით. ჩვენი პოზიცია ამასთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ განმარტე. უნდა შედგეს უბრალოდ ჯანსაღი დისკუსია ყველა საკითხთან დაკავშირებით. იმედი გვაქვს, რომ ასეთი იქნება უკრაინის ხელისუფლების დამოკიდებულებაც. და მაგალითად მიხაილ პოდოლიაკი პირველთან ინტერვიუში ამბობდა, რომ მნიშვნელოვანია ქვეყნებს შორის ეკონომიკური საკითხების გადაჭრაც და ჰუმანიტარულიც და ამ კონტექსტში საუბრობდა მიხეილ სააკაშვილიძე, რომ მიიჩნევს ის საჭიროდ, რომ სააკაშვილის გადაყვანა მოხდეს უკრაინაში ან რომელიმე ნეიტრალურ ქვეყანაში. საერთოდ ეს არის განხილვის საგანი, რაიმე მოისმინეთ ან თქვენ ან მაგაბოჯორიშვილმა მათთან. ეს არის ის პოდოლიაკი, ზუსტად ის მთავარი მრჩეველი, პრეზიდენტის მთავარი მრჩეველი, რომელიც მოგვიწოდებდა ჩვენ მეორე ფრონტის გახსნისკენ. პირდაპირ სიტყვებით მოგვიწოდა პოდოლიაკმა მეორე ფრონტის გახსნისკენ. აქედან გამომდინარე კონკრეტულად ბატონი პოდოლიაკის ამ განცხადებებზე მე კომენტარს არ გავაკეთებ. არის ეს არის ჩვენთვის ვერ იქნება პოდოლიაკის ეს განცხადება საინტერესო. მით უმეტეს ეს არის ის ადამიანი, რომელმაც პირველ რიგში უნდა სინანული გამოხატოს იმ განცხადებასთან დაკავშირებით, რომელიც გულისხმობდა საქართველოში მეორე ფრონტის გახსნას. ამით უნდა დავიწყოთ და შემდეგ შეიძლება ვისაუბროთ ამაზე. ანუ არა ერთი წამი. ანუ თქვენ როცა ამბობთ, რომ წინაპირობები არ არსებობს, ესე იგი თქვენ ზელენსკის გუნდისგან თუ მისი მრჩევლებისგან ითხოვთ სინანულს იმ განცხადებებს? არა, მე კონკრეტულად პოდოლიაკს ვსაუბრობდი, რომელმაც მოგვიწოდა მეორე ფრონტის გახსნისკენ. კონკრეტულად პოდოლიაკს გულისხმობ. ან სააკაშვილიძე არ ვსაუბრია არავის თქვენთან, მათ შორის არც ზელენსკი. ჩვენთვის ვერ იქნება ასეთი თემები საერთოდ საინტერესო. ჯერ საერთოდ აბსოლუტურად სასაცილოა სააკაშვილის ამ კონტექსტში განხილვა, რომელიც არის ეთნიკურად ქართველი და რომელმაც ჯერ უკრაინას დაუშავა ბევრი რამ და უფრო ადრე დაუშავა საქართველოს ბევრი რამ. ხო, როდესაც სააკაშვილის განიხილავს ვიღაც ფაქტორად ქართულ-უკრაინულ ურთიერთობებში და ხას გავსვა იმას, რომ ქართულ-უკრაინულ ურთიერთობებს არ აქვს ერთწლიანი და ორწლიანი ისტორია. ასეთ პირობებში ეთნიკურად ქართველი კრიმინალის განხილვა რაიმე სახის წინაპირობად არის სრულად გამორიცხული. ირაკლი შაიშმელაშვილზე მინდა გკითხოთ, ვრცელდება ინფორმაცია, რომ მან პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო შეერთებულ გედედეს ყოფილი მაღალჩინოსანი, რომელიც გასულ წელს ქვეყნიდან გავიდა და ბრალი აქვს წარდგენილი 4 ოქტომბრის მოვლენებში მონაწილეობის და ორგანიზების გამო. არ იცით ირაკლი შაიშმელაშვილი? ირაკლი შაიშმელაშვილი საკმაოდ გავლენიანი იყო ძალოვან სტრუქტურებში. მან მიიღო პოლიტიკური სამთავრობიდან გედედეში. როგორ? პრამედებს სამთავრობდა გედედეში რა გავლენიანი იყო შაიშმელაშვილი. მე გავაგრძელოთ. ანუ ვწოდნიათ ვინ? გავაგრძელოთ. არა, რო არ ვიცი, მაგიტო გეუბნებით, რომ როგორ შეიძლება გავლენიან ფიგურად გამოაცხადოთ ვიღაცა შაიშმელაშვილი გედედეში. სპეცრაზმის მაღალჩინოსანი იყო. კარგი, მე მინდა გითხოთ, მას აქვს ბრალდება წარდგენილი წინასწარი პატიმრობა 4 ოქტომბრის მოვლენების გამო და მან მიიღო პოლიტიკური თავშესაფარი შეერთებულ შტატებში. ეს ნიშნავს თუ არა, რომ შეერთებული შტატებისთვის არასანდოა ის სამართლებრივი პროცესი, რაც საქართველოშია, იმისთვის, რომ თავშესაფრის მისაღებად ყოფილიყო საფუძველი დამოკიდებული. თავშესაფარი ადამიანმა შეიძლება მიიღოს სხვადასხვა საფუძვლით, ხო? ხანდახან ადამიანები ბარდებიან სხვა ქვეყანას, ამბობენ, რომ არიან მაგალითად რაღაცა კონკრეტული მიმართულების წარმომადგენლები და ამის გამო იდევნებიან და 1000 ყოველს ამბობენ ხოლმე, ხო, საერთოდ არ არის ეს ტექნიკური საკითხი, ეს არ არის საინტერესო. ჩვენთვის არის საინტერესო რა, რომ ბოლო დროს გვაქვს
გახშირებული კომუნიკაცია ამერიკელ პარტნიორებთან, მე პირადად მქონდა სარიბატონ რუბიოსთან,იგეგმება შემდგომი კომუნიკაცია, კონკრეტული დეტალების განხილვა, ამაზე ვარ ჩვენ კონცენტრირებული, საერთოდ არ არის საინტერესო კონკრეტული პირი, რომელიც ჩაბარდა ტოლულად სხვა ქვეყანას. აი რახან ამერიკაზე ისაუბრეთ, ბოლოს როცა გვესაუბრეთ, მაშინ გითხარით, რომ მაისის ბოლოს გვექნებოდა სიახლეები. ვის შეხვდებით მაისის? იქნება კომუნიკაცია, დანარჩენს გაიგებთ სათანადო დროს. დეტალებზე გვექნება უკვე საუბარი თვის ბოლოს. ანუ უკვე დეტალებზე გადავიდეთ რაღაც. კი, ასეთია წინასწარი განაცხადი, რომ ჩვენ მაისის ბოლოსთვის კონკრეტული ფორმატის პარაგრაფებში უნდა განვიხილოთ კონკრეტული დეტალები, ვნახოთ და ველოდებით ინტერესით. მადლობა. საკითხები, რომელიც არის ორი ქვეყნის ჩვენ ველოდებით ამას, ჩვენ მხრიდან არის გამოხატული ძალიან კაფე პოზიცია. ჩვენ მსად ვართ განვიხილოთ ყველა დეტალი და კონკრეტული გზამკვლევით განვაახლოთ სტრატეგიული პარტნიორობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან. ეს არის ჩვენთვის ერთადერთი, ასე ვთქვათ, ნიშანი იმისა, რომ თვისებრივად განახლდა ურთიერთობები, ამაზე ვართ ორიენტირებული. იმედი გვაქვს, რომ საქმიანად განვიხილავთ თითოეულ დეტალს, რაც შემდგომში უნდა გახდეს სტრატეგიული პარტნიორობის განხილვის საფუძველი. ამ დეტალებს წინასწარ ჩვენ ვერ გავასაჯაროებთ, იქნება კონკრეტული ფორმატი, სადაც განიხილება დეტალები.